რაკავშირი აქვს ვალერიან ცერცვაძეს iPhone Plus-ის დაყადაღებულ ანგარიშებთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სწავლობს დავალება სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ მისცა. საქმე ეხება iPhone Plus-ისა და i-ტექნიკის დაპირისპირებას. iPhone Plus-ის ანგარიშებს პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ i-ტექნიკის სარჩელის საფუძველზე დაადო ყადაღა. i-ტექნიკი ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმას ეკუთვნის. ხელში მაქვს დოკუმენტი აგერ, რომელიც ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეთიკის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით iPhone Plus-ის ანგარიშების დაყადაღებასთან ვალერიან ცერცვაძის კავშირებს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტი განიხილავს. ნინო გვენეტაძისაგან შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განკარგულება 28 ოქტომბერს მიიღო. იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო ეთიკის სამსახურს დაევალა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს გავლენა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კომპანია iPhone Plus-ის ანგარიშები 1,600,000 ლარი დაყადაღდა. i-ტექნიკი, რომლის სარჩელის საფუძველზეც კონკურენტი კომპანიის თანხებს ყადაღა დაადეს, ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმას ეკუთვნის. მინდა მქონდეს იმედი, რომ ისინი ობიექტურად მოიკვლევენ საქმეს და ის განჩინება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიიღო საქალაქო სასამართლო ყადაღასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს არის მისი პირდაპირ ცერცვაძის გადაწყვეტილება და ცერცვაძის უკანონო ბრძანება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამოსამართლეო ეთიკის დეპარტამენტს ამავე საკითხზე დეტალური ანგარიშის მომზადებაც დაავალა. რა ეტაპზეა განხილვა ჯერჯერობით უცნობია. დღეს კურიერის სატელეფონო ზარებს იუსტიციის საბჭოს მდივანმა არ უპასუხა. თავად საბჭოს წევრები კი ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ეთიკის დეპარტამენტი და იუსტიციის საბჭო ვალერიან ცერცვაძის დისციპლინურ დევნას დაიწყებს და საქმეს შესაბამის კომისიას გადასცემს, შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ეს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს. ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემს მხრიდან წინასწარ აზრის გამოთქმა და დაფიქსირება, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. როცა მოვა დრო და საბჭო განიხილავს, იქ იქნება გამოთქმული ესა თუ ის მოსაზრება. და ისე დისციპლინური წარმოება ისედაც არის კონფიდენციალური. ბოლო ხანებში ჩვენ დისციპლინური წვდომა გქონდა, მაგრამ ეს საკითხი არ ყოფილა გამოტანილი ნამდვილად და მათი ნახოთ რა იქნება. კომპანია i-ტექნიკში ვალერიან ცერცვაძის სასამართლო პროცესებში ჩართვას კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ iPhone Plus-ი დავის პოლიტიზირებას ხელოვნურად ცდილობს. ეს ხდება საგანგებოდ, რომ ამ პროცესებით და თვითონ რეზონანსული ფაქტებით მოხდეს რაღაცების გადაფარვა. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფ ჩემი რაღაც ნათესაური კავშირების ჩარევას ჩემ ბიზნესში და ეს არის კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, არის ცარიელ ჩიქაში რაღაც ხარისხის ატეხვა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის დავალებით საქმის ძიება უკვე დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყებამ საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა. მთავრობის ადმინისტრაციამ საკითხის შესწავლის თხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მთავარ პროკურატურასაც მიმართა. ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მთავარია დანიშნული არაერთი ექსპერტიზა და ამჟამად ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს. საქალაქო სასამართლოში iPhone Plus-ისა და i-ტექნიკის საქმის განხილვა გრძელდება. პარალელურად პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც კოლეგიამ iPhone Plus-ის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა გამოაცხადოს.